გამარჯობა, ეს არის გაცოცხლებული შოუს საიუბილეო 50-ე ეპიზოდი და თან ისე გამოვიდა რომ 50-ე დაემთხვა საახალწლო ეპიზოდსაც. Bravo! სანამ დავიწყებთ გადაცემას, პირველ რიგში შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენი არის ბეტსონ სპორტი. და ეხა მოდი პირდაპირ გუნდებად გაგყოფთ, იმიტომ რომ ყველა ხართ ამ სცენაზე ნამყოფი და აღარ გითხავთ როგორი შეგიძლება ეგ. სტუმრები გამოაცხადოთ. სტუმრები ესენი რომ ყველაზე მაგრები იყვნენ. სპეციალურ ტელეფონი არ აიღეს და რაღაც. ხო, ილო და ბასტო არიან დღეს ჩვენი სტუმრები. ყოველ საქართველოს შეიძლება სტუმარს არის მოგინონ რომ სხვისი ტელეფონის არადების შედეგი ხარ შენ. იოს როგორ ეთქვა სატელევიზიო და რატომ არ აიღო ტელეფონი? ვინ არ აიღო ტელეფონი? ამას მალე გავა. რადგან საახალწლო გადაცემა იყო, გვინდოდა რომ ყველაზე კარგი სტუმრები აგვერჩია, ასე რომ ილო შენ მაგიტო მოხდი და ბასტო ქორო რომ შვიდად ყოფილიყო დღეს, მაგიტო მოვიყვანე. აი, ეხა გუნდები გავყოთ, ცოტნერს და ლუკას დუეტი არ დავშალოთ, ბასტოს და ქოროზე კი გაიგეთ უკვე რომ ერთად უნდა და ძალიან დიდი ხანია და დღეს ერთად ეკნებიან და ილო და კალა იქნებიან მესამე გუნდი. ცალ-ცალკე შეგიძლიათ დაწყოთ, მაგრამ პირველ რუბრიკაში არ გამოგაგებათ. ესე იგი, ბიჭებო, შეგვიძლია დავიწყოთ პირველი რუბრიკა, რომელიც არის დროის რუბრიკა. მე შემიძლია შეგიცვალოთ დრო მოცემულ სიტუაციაში, გითხრათ წინ, ანუ მომავალში გაგიშვათ ან წარსულში და თქვენ უნდა გააგრძელოთ თამაში იმ სიტუაციის. და ამ რუბრიკაში იქნებით ქორო, ცოტნე, კნო და ბასტო. აბარა. ეს აძინო. ჩვენ ბუმერები გუმორინა და ჩვენ შეგიძლიათ ცოტა ხანი დავგვტოვოთ. გამოდი ილო. თქვენი სიტუაცია ესეთი არის, ოჯახი ელოდება ახალ წელს. დიახ. მამა, დედა და შვილი. ამ დროს მოდის მეკვლე. დიახ. რომელიც არის დედას საყვარელი და ბავშვის ნამდვილი მამა. როლები გაქვთ შემდეგნაირად, დედა იქნება ქორო. მამა რა თქმა უნდა იქნება ცოტნე. ეცოტე. რომელი მამა? ნამდვილი მამა არა. ვითომ მამა. ოჯახში რომელი მამაც არის. შვილი იქნება კნო. აბარა! და ბასტო იქნება მეკოლე. მამა. აი არ ვიცით. აი ბასტო შეგიძლიათ ცოტა გვერდზე გახვიდე, ზარისხმაზე დავიწყოთ და მე შემიძლია გაგიშვათ როგორც ვთქვით ძალიან მომავალში 10 წლის შემდეგ, 5 წლის უკან და თქვენ უნდა გააგრძელოთ ნებისმიერ მდგომარეობაში სიტუაციის თამაში. რომელი საათია? 12 საკლია 5 წუთი, ავი რომელიც გინდა. 12 საკლია 5 წუთი. ჩარტე ტელევიზორი რაღაცა ეხა დაიწყება, მიდი, თო. აკაია, მე 20 წელია უკვე ერთად ხდებით, როგორ მიყვარხარ. ის არ არის 20 წლის უკან? მოხარ შევხვდეთ ახალ წელს ერთად? ხო? 20 წლის უკანო. შენ არ კლუბში ვარ შეყვა, დისკოტეკაა. როგორი ლამაზი ბრძანდა. ხარ შევხვდეთ ახალ წელს ერთად? კი ბატონო. გამარჯობა. აი, აწყო. ის სადადის ის ჩვენი პატარა სადა. ვაი, გაცვალ. კლინ. 5 წუთი აკლია ჯერ მეკლე ადრეა. საჩუქრები გავხსნათ, საჩუქრები. აი, 5 წუთის შემდეგ. კლინ. ვინ მოვიდა? არ ვიცი რა. კლინ. მობზანდი? დედა. შეგენაცვალ. ფეხი და არა მარტო ფეხი. შეგიჭი როგორ მიყვარს? როგორ ბრძანდებით ბატონო? კარგად. როგორ გავა? აუ, ხო გახსოვს ეს? არა, რომელი ხარ კაცო? ისა ვარ. როგორ ახარ? ჩემი საყვარელი მეკლე რო ხარ. აი, ბეხი იმენა გაჭრილი ვაშლივით გავშენწმო. მამი. ხო, ლიმონს ფტები აქ. აუ. მედი შვილო, იქით დაგველოდე. შენ ხარ ჩემი საყვარელი მეკლე რა. აბა, ჩემი საყვარელი. შენ რომ მოხვედი ერთ ახალ წელს. შენ ვინც 1 საათის შემდეგ. შენ ვინც გაწყენილოს? ერთი წამი. აი, გაიცანი ჩვენი შვილი. ვისი შვილი? ჩვენი.
რა დაარქვით თქვენ ორმა თქვენ შვილს? ლადო. აბა ლექსი უთხარი ძია. ლადო. მოუყევი ლექსი. მიდი. 5 წუთის მერე ლუკა. რა ასე როგორი ნიჭიერი, აი მამას რო გავს მაინც როგორი აბა მიდი ეხლა სტუმარი მოვიდა და ალევინე და მოდი, წავიდეს იქნებ მალე, აბა წავიდეს. შენ, ოი ხო, გეჩხარებათ, აბა კარგად. მოიცა საჩუქრები არ მომიტანე არა. პირველ საჩუქარად შენ მე მოგიტანე. ხო? აბა არა. მეც მე მაინტერესებს. მიხვდები რომ გაი სარკეშიო ჩაიხედავ, დაინახავ იმ საჩუქარს. სარკე მომიტანე არა. ძებს იძახის. გაბრალი და შემდეგ? მოიგია. რამდენი? 10 წლის შემდეგ. 10 წლის შემდეგ. მე გავაჯმევინოთ ხო, გეუნები. ეკავარი, გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება. მე და შენ უკეთესად, სად ორი კაცი რო გაზრდის შვილს და სად იღაცა ქალი ბოზი. მოდი რა, აი, აწყოში დაბრუნდით უცებ? სად არის აწყობა? ხო და შენ ხარ ჩემი საყვარელი მეკლე თქო შენ პირველად სანამ მე არ მესტუნდა ვიცი, სახლში ეხოცებით, შვილი არ გვიჩნდებოდა და იმ წელს 9 თვეში ეგრევე ბავშვი შენ აი რა ფეხი გაქვს რა სად ეგძელობ შენ რა ხარ უფრო ადამიანი გაიხარე მართლა მადლობა რომ მოხვედი აბა ეხვეწები გაიწიე იქით დაძე ხო რა გწეს ადამიანო რაცა მამი ძოძო უნდა ვაჭამო კაცო ძოძო წადი როცა პირველი მეკლე იყო იმ ახალ წელს კლინ გავა მოხვედი კიდე კაი როგორ გამიხარდა რა ეს ფეხი ყოფილიყოს თქვენთან შენგენაცვალა აი წელს თუ ყველაფერი ისე ამიხდება როგორც მე ველოდები მოდი გადაგე ჩემი მეკლე იქნები შენგენაცვალე მე ეგეთი ერთგული მეგობარი ეხვეწები გაიცანე ხო ეს ვინოს რო გამარჯობა ვაჟა ლერიკო ევროპა იცი რა მაინტერესებს ადრე მითხარი რომ კაი ღვინო მაქო კაი ღვინო მაქო მითხარი ადრე ხო იმაში ჩავირბენ ახლა კაი ახლა გამოიძინე რა ვერიკო სად გავაკეთე ბავშვი 10 წლის ო კაი მადლობა ზასავე უწურავდი მეთქი იქნებ მორჩა არ შეიძლება აი კალა და ილო დაბრუნდნენ სცენაზე გამომაცხადეთო კაი ბიჭებო შემდეგი არის ნიუთების რუბრიკა აქეთ ფარდის უკან არის 3 ყუთი რენდომად შეგიძლიათ ნებისმიერი აირჩიოთ წაიღოთ დაიდოთ წინ და რა ნიუთებიც იქნება იმაზე უნდა იხუმროთ რაც შეიძლება სასაცილოდ რაც გინდათ ის გააკეთეთ შეზღუდულები არ ხართ თუ გინდა ერთმანეთის ნიუთებში ჩაყავით თავი მთავარია რამე სასაცილო გააკეთოთ ამ ნიუთზე გაციეს რა არის აუ გიორგი ვერიკო სპილო სად არის ვეძებ არ არის აგერ არის აი ვა ბიჭო ეს გვაგდა დათო გამარცხასაც დაუძახოთ და რატომ მომიძვი კათა მე არა ვოლტის კურიერი იყო კაცო ხშენი ვაიმე მიშველეთ პოლიციამ ჩაიარა წეღადა აი აშკარა ჯობია პოლიციაში დავრეკო პატივცემულო მეგობრებო ვიმყოფებით აკლდამაში უკვე მოვედით პირამიდაში შევედით და კაკომ ხო შემცა ოტი ოკედა ეხლა ჩვენ უნდა ამოვთხაროთ კი ორიგინალია კაცო ეს არის 20 ლარი 20 და ეგო სად არის ბიჭო არ შევდება ეს ტვინი რაღაც დამერხა რა თვებზე რა რა არის შენ მართლა ტვინი მოთ რა ნუ
თვის ჯიგარო ბოდიში ის. აუ ბიჭო ზაღლებს და ქათმებს იმენა შევიდეთ. აბა ეხა ჭკვიანად იყავით და სტონად იყავით ზოოფილი გელა მოსული და რა ვქი რაც არის მაგის დედამ. ილო დაეხმარე თორე გაიჭიდა. მოწყინდება და გაჩერდება ხო ის რა ეს ხა. ეს ანთესლობა ეს არ ვიღაცა მეჭხუბა და გადამახია თავზე ნახე. ხელები აქედან უნდა გამოყვეს ერთი მასალები აი არ მინდა ეს. აი ეს გავაკეთოთ მეგობრებო, მოგესალმებით. ჩემი TikTok ყველაზე საყვარელი აუდიტორია უბრალოდ. აი ყველაზე ტკბილები და ძალიან საყვარლები ხარ. ნანუკა მიყვარხარ, ეხა ჩვენ ვიყოფებით საფრანგეთის ქალაქ პარიზის ლური არის ეგეთი ძალიან აი სუშიშები და რაღაცა არის ავსე და ეხა ვიყოფებით ეგეთი მხატვარი იყო დონატელო და მასში ნახატი არის დედოფალი შეგაუნათმევრო. აი, წიგნი გეკითხა, წიგნი. სანამ ნივთებს გადადებთ თქვენ გვერდზე, მე გეტყვით, რომ ჩვენი კიდევ ერთი სპონსორი არის TBC, რომელიც გვთავაზობს ანაბარს, რომელსაც ქვია ჩემი მიზანი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სახელი დაარქვა თქვენ ანაბარს, ასე გაიქარდეთ, როცა სახელი ქვია რამეს, მიზანიც უფრო მარტივი შესასრულებელია ხოლმე და დეკემბრის თვეში თუ გააკეთებთ ანაბარს, +1% იქნება საჩუქარი ამ შემთხვევაში. მადლობა გიორგი. იხარეთ? ეხლა რა ხდება მეგობრებო რა? ჩვენ გაცოცხლებული შოუ და ზოგადად ოქტოპუსი დაიწყო სახლიდან. პირველი გაცოცხლებული შოუც აუდიტორიის გარეშე შაო ფარდაზე არის უკან ესე ჩაწერილი. უბრალოდ მე დროთა განმავლობაში ბევრი ადგილი გამოვიცვალეთ, ბევრი რამ ნახეთ, ბევრი ჩაწერა გადაგვედო, იმიტომ რომ სივრცე არ ქონდა და ბევრი კიდე გადაგვედება. გადაგვედება, მაგრამ ამიტომ ჩვენ საბოლოო ჯამში ისე დავლაგდით, რომ ბეწონ სპორტმა გამოგვიყვა ეს ოფისი და წერთ ხოლმე გაცოცხლებულს და მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში, მათ. და TBC-ს აქვს ესეთი საინტერესო კონცეფცია, დაარქვი შენს მიზანს რაიმე სახელი, იმიტომ რომ როცა მიზანს არქმევ რაიმე სახელს, უფრო დიდია შანსი, რომ ეს მიზანი გამართლდეს და ჩვენ ამ შემთხვევაში გვინდა ოქტოპუსს თვითონ, რომ ჩვენი რაღაცა სალკე სივრცე ქონდეს ჩვენი სტუდია და ჩვენი მიზნის სახელი იქნება ეს, რომ მომავალში, როცა არ ვიცი იქ რა ჩაწერებები იქნება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გადავალთ, გვექნება ჩვენი სტუდია და ჩვენი მიზანია მოკლედ, რომ ახალი სტუდია გქონდეს, ასე რომ ნახოთ რამდენად შესრულდება ეგ მიზანი. დანარჩენი ჩემო უფალ თამადამ ძალიან კარგად ისაუბრა თუ გახსნით მობაილ ბანკში ამ ანაბარს და დაარქვეთ სახელს დეკემბერში თუ გაიხსნება 1% დაემატება. ასე რომ დიდი მადლობა TBC-ს. მადლობა TBC-ს და გადავიდეთ ახლა კითხვების რუბრიკაზე, რომელიც არის ყველაზე საყვარელი რუბრიკა ჩემთვის და სანამ ზარს არ გაიგებთ ხოლმე ხუმრობის მერე, უკან არ დაბრუნდეთ. პირველი კითხვა წამყვანის თემაა, როცა ელფად დაიწყე მუშაობა და ყველაფერი ისე არ არის როგორც მოელოდი. ბიჭო, რავი, დაიხურა ეს ტეტრისი და წამოვედი. თოვლის ბაბუა, სათამაშოები უნდა ვაკეთო, ხო? ჯერ სხვა რაღაცა გამიკეთე და მე აუ რა კარგი არის ამიყვანეს სამსახურში აბა. აი ეს არის გასაკეთებელი რაღაცების ლისტი. დილას ადგომა, საჩუქრების შეფუთვა, სანტას ჭუკოს გასინჯვა რა. ჭუკო რა არის? ჭუკოს რისი გემო? ვა, პირველი დღე რა კაია. აუ, ამასთან ვერ ვიმუშავებ მე ამ ელფთან.
საწახველი, მოდი. აუ რა მაგარია, ელფა დამიყვანეს, ეხა სანტას გავიცი. ოე, ეყურ. ბიჭო, რა მაინტერესებს, ცი? ყველა ელფი სანტას ყლე უწდებით თო. აი, გადავიდეთ. აღარ გვინდა. თორე უკვე ძალიან ფეტიშებზე გადიოდა გიორგი და კეთი ჭელაშვილი გწერს, აუ ეს ჩემი საყვარელი თემაა დღეს. სომეხი მასტერშეფის მონაწილე. აბა რა გავაკეთეთ? კაი, რამდენი შომ? რატო? შენი ჩამო მოვაფლები. რა ხორცია ეს? სოიო. კერძი მაგიდასთან. და რომ მოგვიყვა ეს კერძი რითია დამზადებული? აი შეფ დიახ და რითი არის დამზადებული? მოკლედ ზელენ რომელიც არის, ყველაფერი არის სხვათა შორის დამზადებული. კერძს ქვია სავანა. დიახ. სავანა. და რისგან შედგება ინგრედიენტები რომ? მოოქროვილი არის. ყველაფერი მოოქროვილია ვაფშე. მაგრამ რაც თავარია, ვოთ ეს ციცმატი არის ძველი ცელთაღრიცხვით 4077 წელს. ისიც თბიდან, სავანის თბიდან. რაც შეეხება ბრინჯს, სად იყო ჩინეთი, როცა ერევნის ბრინჯი იყიდებოდა. ეგეც ეგ არის. კაროჩე ყველაზე ძველია და გინდა აიღე, არ გინდა ნახული. შენ რას აკეთებ? ნამცხვარი უნდა გავაკეთო. მე ნამცხვარს რა თქმა უნდა სამი კვერცხი ერთიც. რომ არა, ეხლა ერთი წამი. ვეცი, არა. მოდი. აი, აგერ შეფ. ეს რა არის? არაფერი არა. ო, გადამიყვანე და მე გავაკეთე რა. ყველა ხوار გავაკეთე. ქოქოსი რატო არ აყრია? აი ეს ეთყობა რომ დავსუნე ცხვრის შეღრება შემიყარა რა. ოტიში რა. აი ეს რა არის? რამხლათ მაგდია ეს რა არის? აი. მეგობრებო, ყველას გილოცავთ შემდეგ ტურში გადასვლას, დღეს ვაკეთებთ ქართულ ტრადიციულ კერძს. სად გაქვთ ქართული ტრადიციები? აუ მაგარი მითხარი შეცინდნენ. ოპა, ეს ტორტია, ხო? რამდენი კვერცხით მომწონს? 2. აბა დრო იწურება 100 წამი და თქვენ გაქვთ 9 საათი დრო ჩაირთო. აუ ვერ ვასწრებ. აი ეს. აი ცოტა დატოვე შვილს არ. შვილს. დღეს პროექტს დატოვებს ცოტნე და რომ მოიხსნათ ეს ფართო კი შეიძლება. ეს რო წავიღო შეიძლება. დანასაც ავიღე. აი შეფ. და ეს შილაფლავი როგორ მოამზადეთ? ავიღე 2.254.800 ბრინჯი. მომხარჭე. არილიც უნდა ამას. აი, კაი გადა. ნუცა გწერს. რა არ გინდათ გაიგონოთ მიმტანისგან? არა უშავს. აუ გაიარე და.
გერც მამაშენი კერძი პროსტა შუშნია კი მაგ ვერ ჩაგიფურთხა და ჩაგიჯვიში. ყავს ქაბაბი 2 ცალი ხო? უკაცრავად ერთი ყავა. ისე Wi-Fi არა გვაქვს და გიღერთ. მოიფიქრე. ანუ გოგიჩაძე წერს, როცა გაანალიზე, რომ ქუჩაში შიშველი გახვედი. ზონარის მშვიდობა. ანუ ეგ არის როდის გაანალიზე რომ გასაგების ატრაქცია. უნდა გამოგეღო. მაცადე ვიღებ. აუ, ჩემი ტანგის ჩაცმა დამოვიწყდა. აუ კიდე შიშველი. და რა შვები თქვენკენ რა ხდება, რავი, ხო არის მშვიდობა. ყველაფერი ჯიგრულად ბაბურა. ოჯახში ხო ხართ კარგად და რა. ხონა ამშვენიერება დანა. ამდღარი რატო ქაქე? მობას გაფიც. ამო, ისო. ასა, ვახ შენი. მოიტანიე. აი, ეგრე ძალიან მოგეწონა ის. არა, მომეწონა რა შემიძლია. არა, აი. მოგეწონა. ვახში. უკაცრავად სპორტის სასახლე საით არის? აგერა. ხო, ხომსა. მეტი პლასტიკა. ტუალეტის დაცვა. მოდიში. აქ მარტო გოგოების ეს არის უფასო. ვახ. მაგ ზაკერეს. აი, გადავიდეთ შემდეგზე. მესიჯის მიწერისას მართლა იმას რო ვაკეთებდეთ, რა ემოჯისაც ვაგზავნით. აუ კიდე წააგო ბარსანი, მინა გული მერევა მაგუნზე. ვაიმე ვიჭვა. ის ქაღალდიო. ვაიმე ვიხევი. Just Mariko, you know. წერს, რა არ უნდა გაისროლო ახალ წელს. ლუკა დავე გაჯვი. ლუკა, ზარის ხმის გარშემო გადიხარ ხოლმე. არ მინდა. С Новым годом, дорогие друзья. არ უნდა გაისროლო. აი ეს 200 ლარი შენ. აბა აი ბატონი ива კუზანოვი ისრეს ეხა. როდესაც პირველ დეიტზე გოგო გაცოცხლებულ შოუზე წაიყვანე. აი საყვარელო, ჩემს საყვარელი შოუა, მოგიყვანე ახლა დავხდეთ. კარგი, წაყვანის თემაა თესლის ბიდონი სავსეა. არ ყოფილა. არა, ამათ რო უყურებ ხა არც ხარ ცუდი ბიჭი შენ. აი ეს ბიჭი ვინ არის მაღალი? კალა. სალო. რატარა მოსოსი. აი, გადავიდეთ. ანი ჩახაიაკ წერს, მკითხავი სტრიპტიზიორი. აი ესა უკაცრავად ჩამიხედეთ მეთქი ჩაიხათეთ თუ არა.
მე ვარ მაყურებ. დაიცა, არ გაქვს ფული? ძალიან მაგეთი. რა, თქვენ ხელზე მკითხავთ? არა, ბოძზე, გენაცვალე. ბოძზე არა მაქვს. ბიჭი, მოიცა. გიორგი, გულზე ვიყავს. 10 ლარი მოიცა გიმკითხავე. დადიო და აი გააჯი, წესი ადიცეკვე, წესი ადიცეკვე. ანუ პროსტა აქედან სასიამოვნო თქვენ არ აი ამის ხელა ტრაკია. არის ეგრევე თამაში. აუ მიდი რა ბავშვი დააძინე, ათუ შენ ჯერ არ იცი. აბა ვნახოთ ბოძზე რა წერია. გაიხსნა? კაი მომავალი გელოდება წინ. მე ხედავ რომ გიორგი დაარტყამს ზარს მალე აი. გიორგი ბოძს გესვრი. დიდხან გელოდო. გაინტერესებს, აბა რა გაინტერესებს? გაინტერესებს რამდენი ხანი დაგჭა, რამდენი ხანს იცხოვრებ, იქნები თუ არა ბედნიერი მკითხე დროზე. მომავალი მაინტერესებს. რამდენი ხანი 2 საათში ბრიდები მაყუთი დადი მოჯი წავე გააჩ. ყველამ თავის პლასტიკა აჩვენი. აჰა. Game Studio წერს აღვირახსნელი მხატვარი. საბოდიში რა შვები? ხატაო, кайცე. დავამთავრებდი, ცოტა მქონდა დარჩენილი. დიახ, გაიხადეთ. დაარტყი. აი ხა. ვაჰ, ჩემი რა მაგარი სექსი მქონდა პროსტა, აი. ვისთან? შეჩემ ოთახში მარტო ნახატია. მაგარი გამივიდა და ვერ შევიკავე თავი რა ბოდიში. სააღო. დავიწყოთ ხო? გაიხადეთ. თუ შეიძლება რა გაიხადოთ რა. ბატონო. და ცოტა შუქზე რა დადგეთ. მოდი. ანუ კაია ხო? აუ, fuck! ბოდიში. ხატავს. თავიდან სხვა რამეს დაეჭირა. ხო, ნუ მოკლედ აი ეს გამოვიდა. ეს რა? უკაცრავა. ეს რა? რა გინდა? ანუ საფლავის ქონზე ბებიაჩებს ამ ხელო ძუძუები რატო? რა არ მო? ძუძუ გავს? რა გაიხადოთ თუ შეიძლება. დიახ. ყველაფერი გას თქვენ რატო ხართ გახთილი მე? მე ესე მუშაობ რა გინდა. აი ბიჭებო, წამყვანის თემაა თოვლის ბაბუად მუშაობ, მაგრამ ბავშვები არ გიყვარს. ო, ბავშვები, აბა რა გინდა თქვენი კარგი სტრაკი. აი ეს აბა ბავშვებო, ნახეთ რა მოგიტანე. თოვლის ბაბა. აი.
ერთი მსახიობის თეატრი იმას. დავიწყდა სიცოცხლე იმ მომენტში გადავწყვეტე. თოვლის ბაბუ, ტომარაში რა გაქვს? შენაირი ბავშვები ცუდად რო იქცეოდნენ. აი, მოდი. გიორგი, აბა როგორ იქცეოდი წელს? კარგად. ყვანს დედის. თოვლის ბაბუ ამოვიდა. ეს მხოლოდ სამსახური. თოვლის ბაბუ! ბალები რა მომიტანე თოვლის ბაბუ! რა მომიტანე რა! თოვლის ბაბუ რა მოგვიტანე? თოვლის ბაბუ! Game Over წერს ქორწილში თამადახარ, სადაც დედოფალი აშკარად ფულის გამო მიყვება ცოლად მეფეს. მინდა დაგლოცოთ მეფე პატარძალი. მეფე, გენო! მიწერეთ რა ვინმე, გაგიმართოთ. ფულს დაუთხავთ, თორე ხო ჩავახტეოდიან პატარძალს ახლა ეს. ამის დედამ პირველ რიგში იმალობა რომ დღეს თამადობა ხდაწილად არა. მე მინდა რომ დავლოცო აი ჩვენი გოგონა, ჩვენი მოგონა რომ მეო გელაო ისე მიყვარსო. მაგის გარეშეო. აილიკა შეხედა, ეხა შემოვა შენი მომავალი მეუღლე გაიბრანჭა ურავალ. კაი კაცი წერს როგორ ან საიდან არ უნდა შეიპაროს სანტა სახლში ახალი წლის ღამეს. დედი მისი სუპერ ოხ შენი ოხ ვახ ჩემი მე რა გავაკეთე წერა. ეს სპეციფიქტებით იყო იგივე? კასკადირები დავიქირო. ნოლანის ვერსია. დედა, სანტა მართლა მოვა? შესულელო აქ მოვა უცილებლად. როდის მოვა? მაინტერესებს. საყვარელი ხარ. დიდი მოვა. როდის მოვა? ანუ ველოდები საჭო. როდის აქ არის საწოლში ჩემთან და გეუნები მოვა. რა მომიტანა? მერეგე. ძმა 80 წლის ცოლ-ქმრის დაშორების უცნაური მიზეზები. ანუ პირველ კურსზე რო გახედე, იმ გოგოს შეგორი არ გასწორდა? რო არ გახიშტა ერთხელ? არა, პროსტა გავიხიშტე. კარგად იყავი. არა. ვეღარ ქაჩავს ექს. რამდენჯერ კითხალი მოიხსენი ეს პროტეზი თქო? შორდები რა. რატო? აბა ის არის ცუცუ მუხრანდი რატო? შორდები. ვინ არის ეს ბოზანდარა? აგრე გავაკეთე. შენ პატრიოტალიას ვარ მიეცი ხმა, შეგორია დამავიწყდებოდა ეგ. რისი მოსმენა არ გინდა ადვოკატისგან? მეც დაახლოებით ესე. ესე დაიგიწე რაც.
თქვენ ხართ ხო ჩემი ადვოკატი? ადვოკატია რა ადვო? საღლია. აუ, რამდენი მომისა ჯერ? გიორგი, ყველაფერი გავაკეთეთ, ისი გაკეთება შეიძლებოდა, არ შეიძლებოდა 9 წელი გამოვიდა. აუ, 9 წელი ციხეში. აუ, გარეთ ხო და თქვენ ხართ ბრალდებული, ხო? დიახ. ო, კარგია. ძრეული გაქვს. აუ. დაიკიდე, მოსამართლებს ვწავდი და ყველაფერი და. რამდენი მელოდება? 6-7. ზუსტად არ ვიცი. წამყვანის თემაა უცნაური მიზეზები, რის გამოც შეიძლება ახალი წელი არ გიყვარდეს. ბიჭო, რატომ არ გიყვარს ეს ახალი წელი? იმიტომ რომ ბიჭო ახალი წელი არის ბოზი. აი, აგერ დგას. აგერ დგას და გაიგოს რომ აგერ დგას. ანუ რო გთხოვდით რომ თქვენთან ერთად სკეჩში ვათამაშეთ, ეხლა გადაწყვეტეთ. მოგიწია. ბიჭო, ახალი წელი როგორ შეიძლება არ გიყვარს? ახალი წელი არის ყველაზე ჯადოსნური, ყველაზე მაგარი დღესასწაული. აი ამ დროს რაღაცა სასწაულები ხდება, საჩუქრები, თოვლის ბაბუა, რაღაცა. შენ კიდე რა მოგივიდა? ანუ პროსტა, ანუ რანაირად არ მოგწონს ახალი წელი, რანაირად არ გიყვარს და ვიზიარებ. სუპერგმირები ამ ბოროტ მოქმედები სახლის საქმეების კეთების დროს. ხო გითხარი, ვერ მიხვდებიან. და ხამაღლა უნდა გითხრა. ხო ბიჭო ძალიან ჩუმაჩვებოდა. და ოქტომბერი. იმიტომ რომ კარგად არის იყო. აი ბოლოთასთან ერთად გამოგივიდოდე. სიცოცხლე! სად არის ჩემი სუპერ რეიტუზი? ხო, დაართხი შეჩერა. აი სუპერგმირი არ არის. მედი გაჟალეს უბრა, მედი. 20 კაცი რომ მომითხრია, ეხლა 20 კაცს რა ვაჭამო? 10 ხვაჭმევდი. 10 ვაჭმევდი რაღაცას. გაჟალეს უბრა. მე უნდა მოვყავო. ნომერ 33 გწერს მექალთანე ხელოსანი. ისა ჯიგარო ხელს ვერ გართვევ რა იმაში მქონდა და აბა, ჯერ ონკანი გავაკეთო თუ? საყვარელო, შენ იცი ხელოსანს? ხელოსანი რატო ქვია? აი მე რაღაცა ჭირს ამ მანქანას. რა ხდება, აბა, გამარჯობა ქალბატონო. ნახავ ეხლავე, აბა. იქით ვერ დაინახეს. აბა, ეს სარეცხის მანქანა. აბა, შიგნით ის რა არის? აბა რა. აბა მედი. რა ხის ამის გაკეთება? აიცი რა 200 ლარგას, მაგრამ ისე ჩემილია რო რამე რა. უფასოდ. კაცო, ბატონო. ტრაგედიჩენს რა. აკოცე. შემთხვევით პურის რიგის მაგივრად პორნოს კასტინგის რიგში დადექი. კაცო, შავები დარჩათ თუ იცი? მეც ველოდები და ხო. გამატარეთ რა ორსული ვარა. აუ ფუ გაეთრე აქეთა. მოდი შენ დამელოდე აქ შვილო და მე მოვალ რით ჩვენი რიგი რომ მოვა მით. აი პური მოგიტანე. ნახვეტები რატო აქვს? მეორეჯერ მე პურზე არ წავიდე არს. ერთ-ერთ გამატარეთ რა გენაცვალე რა.
სამი შავი გზელი ცელი თუ არ არის? და 4 კიდე გენოს უნდა, გენოს. ყველა მადლობა ბიჭებო, თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ თემები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა გადავიდეთ რუბრიკაზე, რომელიც არის მთხრობელის რუბრიკა, სადაც ილო ცოტა კნო იქნებიან მსახიობები და კალა იქნება მთხრობელი. თქვენ მოგიწევთ იმის შესრულება, რასაც კალა წაიკითხავს. სახალხო სამზადისში გართულმა თოვლის ბაბუა ცოტნე თავისი ხის ფეხი კარგად გაისწორა და საჩუქრების დახარისხებას შეუდგა. ველოსაპედი გაუგზავნოთ კრინგ 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 გაუგზავნოთ ველოსაპედი გაუგზავნოთ ამბობს წვრილთავიანი დამტენი რა თქმა უნდა გიორგის სჭირდება და გიორგის ჩაუდოთ ჩანთაში სათამაშო გველი რა თქმა უნდა travel bloggers ვიდმეს საჩუქრად ხოლო გასაბერი ხალიკი მე დავიტოვებ ეს რა თუნდა ბავშვებს არაფერში დაჭირდებათ ამის შემდეგ ძიმე დამოიხვნეშა და მამაღლა დაიწუწუნა როვენი მოი ყოველ წელს ერთი და იგივე. გავიდა მარხილთან. ირმებს მიესალმა. ვარო ბიჭები. და წამყვანილებს კვერცხებზე მოფხანა. მადლობა. როგორ მიყვარს ხოლმე? ხანით გართულს. სულ დაავიწყდა მარხილის გამართვა. უფხანდა და უფხანდა. უსასრულოდ შემიძლია გავაგზავნო, ისე მიყვარს. დაჯდა საჭესთან და ორჯერ დაასიგნალა. კრინ კრინ კრინ. სიგნალმა საშუალო მუსიკა კრინ 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 კრინ. რაღაც ძრავის ხმა არ მომწონს, გაიფიქრა სანტამ და ცხვირიდან თითი გამოიღო. რომელიც როდის შეიდო არ ახსოვდა. რაღაც ძრავის ხმა არ მომწონს. თავის ქვეშ ემრდომ ელფ გურამის იკნოს, ანუ გურამ! სასწრაფოდ დაუძა. ნაღდაზე ელფი ხარ გურამ? გურამიმ არ გააგონა. გურამ! რაზეც სანტამ ენერგია მოიკრიბა, აცაჩული შარვალი შეისწორა და ელფს მამაღლა დაუკვირა. გურამ! ელფიც, რომლის სიმაღლეც 1.20 იყო ნახტომში, სანტას გვერდით გაჩნდა. თან მამაფლექსის სიმღერას უსმენდა ყურსასმენებში და მას ოსტატურად აყვა. არის ფერი ლანდი და რაღაცა მედი ბიჭი მაუგლი მამა ჩემი გოლის ხმა სანტას უნდა ეცულა მაგრამ მასაც გაუსწორდა ეს ჯუზონი და ამ სიმღერაზე თვერკი დაიწყო. თვერკი ისე დაიწყო რომ ამას ყველა ხედავდა. არ ეწერა ეგ. ელფი კი მღეროდა ისევ. აი ჯუნგლი ბიჭი მაუგლი მამა ჩემი სოლის ხმა სიმღერაში გართულებმა ერთმანეთს გადახედეს. ჯუნგლი ბიჭი მამა უпростоად ელფმა ახედა სანტას და უთხრა. რა მამა ფლექსი იცი რა მაგარია? მე ყველაფერს ეკვობდი ხა არ მესმოდა. სანტამ კი უპასუხა, რა დროს ეგ არის? საახალწლო სიმღერა არ გვაქვს. რა დროს ეგ არის? საახალწლო სიმღერა არ გვაქვს. და თუნდაც კი ფეხის ოსტატური მოძრაობით გაისწრო. სიჩუმე კი მისის კლაუსის ოთახიდან გამოსულმა ილოს ხმამ დაარღვია. არჩი? კი, პური წამოიღე, შავი პური, ეს ხმაც გაისმა გვერდით ოთახიდან. კი, პური წამოიღე, შავი. დაუცბად მისის კლაუსის ოთახიდან გორელი გრინჩი ილო გამოვიდა.
რომელსაც უდიდესი კმაყოფილება ეთყობოდა. კარი მოკეტა და ჩაილაპარაკა. მიყვარს დედა მორება და უნდა გამრავლდეს, ხო, როგორ გინდა? ელფმა კვლავ წვრილი ხმით ჩაილაპარაკა. უყურე ბიჭო შენ რას შობა? უყურე ბიჭო შენ რას შობა? სანტამ თავში ხელები წაიშინა. რას შობა კი არა და შობა მოიპარა ამ ჩემისა. რა შობა კი არა? შობა მოიპარა ამ ჩემისამ. რაზეც გრინჩმა თავისი გორული აქცენტით მიუღო. დაიგე. და მოგორში კატრეთ ჩამ. ყველაფერზე თუ ინტერვიულე რაღა აზრია გამ. რას აკეთებდი ჩემი ცოლის ოთახში? იკითხა სანტამ. რას აკეთებდი ჩემი ცოლის ოთახში? იკითხა სანტამ. ელფი ელფი კედელზე აიტუზა. ის ყურსასმენები გაიკეთა და ციგურების სრიალით დატოვა იქაურობა. ციგურების სრიალით დატოვა იქაურობა. რა ქონდა? რას აკეთებთ მეთქი ტიტლიკანები იმ ოთახში რა თიყავით? რაზეც გორელმა გრიშმა მოურიდებლად მიუგო. რაო. რას აკეთებდი ტიტლიკანები ჩემ ოთახში? აბა თუ გამაიცნო. დიდი მითხარი რას აკეთებდი მოკლა ვიცოდე. ეგზორციზმი გაგიგია? ეგზორციზმი, ხო იცი? აი სატანაი რო გამოყავთ, მაგარი ვაკეთებდი. გისა გავს, ხალი მივედი, მეუთხარი დააწყნარდი, გენაცვალე. აი როგორც დუჟებს აიცე უშედარა, ეხა იცი რა კარგათაა, არ შეიძლება. ეხა ეგ ცნობ შენცოს. სანტა არ დაიბნა და ისევ ჩააცივდა. რას აკეთებდი შესაძლოა? რას უკეთე რა? რა გიდოდა ჩემსოლთან? რაო? რას უშვებოდი ჩემსოლ? დიარა ისა. მიგუყვანე. ძალით გააზრო ეს პანკი. იბერაში. არ მოისოე. არა. დაისწრე. არ გას. მადლობა ბიჭებო, ძალიან კაი იყო. ძალიან კაი საახალწლო ისტორია იყო. რა თქმა მიღებული. აი, სანამ დავამთავრებთ ახლა გადაცემას, გათამაშება გქონდა ჩვენ, რომელიც TikTok-ზე იდებოდა ვიდეო ხუმრობები, ჩემი წაკითხული ხუმრობის მერე შეგეძლოთ რაღაც მიგება თქვენი თემა და ამასთან დაკავშირებით ვიდეო დადებულია უკვე და შეგიძლიათ იმას უყუროთ და ვინ მოიგო ნახოთ. საინტერესო ვიდეოა სხვათა შორის. მადლობა ჩვენ სპონსორებს, ბეცო სპორტი არის ჩვენი წარდგენი. მადლობა TBC-ს, რომელსაც მოგახსენეთ ძალიან კარგ ანაბარზე. და მადლობა რა თქმა უნდა 5-დან 0-ს, რომელიც ცოტნესთან ერთად არის ხოლმე ყოველთვის. აქ რა გამოიშურო ხელი წიგილებს. მან დევსთან და მადლობა აუდიტორიას. მადლობა მაყურებელს, არაჩვეულებრივი აუდიტორია გყავდა. და მომავალ წელს შევხვდებით.